მოგესალმებით. მე ვარ ვიტო ონიანი და თქვენ უყურებთ გადაცემას ჩრდილოვანი წესრიგი. წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნა ღრმა სახელმწიფო გლობალურ მმართველად, როგორ დაიწყო მოქმედება უსაფრთხოების საბაბით, როგორ დაუდო საფუძველი ჩრდილოვანი მმართველობის მოდელს და როგორ გავრცელდა მისი საცეცები საქართველოშიც. ხოლო დღევანდელი გადაცემის მთავარი კითხვაა, როგორ მოახერხეს მათ მასების გაკონტროლება ისე, რომ ადამიანები ამას ვერც კი აცნობიერებდნენ. ნახავთ თუ როგორ იქცა ინფორმაციის კონტროლი ყველაზე ძლიერ იარაღად. იარაღად, რომელიც ომის გარეშე გვმართავს და მისი მთავარი ინსტრუმენტები ინფორმაციული ომი, ფსიქოლოგიური კონტროლი და მენტალური მართვის სისტემებია. ინფორმაცია ეს არის ახალი ეპოქის იარაღი. მას აღარ სჭირდება ტანკი ან ბომბი. დღეს ადამიანი შეიძლება დაამარცხო ერთი ნიუსით, ერთი TikTok-ით, ერთი გაფილტრული რეალობით. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოვანმა სტრუქტურებმა გააცნობიერეს, რომ მასების კონტროლისთვის ფიზიკური ომები საკმარისი აღარ იყო. საჭირო გახდა გონების ომი. ომის პერიოდში ფსიქოლოგიური ოპერაციები გახდა სტრატეგიული იარაღი. ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად აწვდიდნენ მოსახლეობას დეზინფორმაციას, ქმნიდნენ მითებს, შიშს და ილუზიებს. ხოლო მშვიდობიან პერიოდში კი ეს ინსტრუმენტები მიენიჭა კინოსტუდიებს, სატელევიზიო არხებსა და მედიას. შეგვიძლია ვახსენოთ ამერიკის მაგალითიც. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი დოკუმენტური ფილმების სერია Why We Fight, რომელიც 1942-45 წლებში გადაიღო აშშ-ის ომების დეპარტამენტმა, საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით. ფილმების მიზანი იყო ამერიკელების დარწმუნება ომში ჩართვის ისტორიაში და შიშზე დამყარებული მტრის ხატის წარმოჩენა. 1917 წელს ედვარდ ბერნეისმა ჩამოაყალიბა პროპაგანდის თანამედროვე სისტემა. მისი იდეა მარტივი იყო: მასა არ ფიქრობს, მასა რეაგირებს. მან 1929 წელს წამოიწყო კამპანია, რომელმაც სიგარეტის მოწევა ქალთა თავისუფლების სიმბოლოდ აქცია. ასევე მოაწყო პერფორმანსი, სადაც ქალებმა სიგარეტები თავისუფლების ჩირაღნებად მოიხსენიეს. სინამდვილეში კი მთელი კამპანია თამბაქოს კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობდა. ეს მაგალითი ნათლად დაჩვენებს თუ როგორ გამოიყენება ფსიქოლოგიური მანიპულაცია და საზოგადოებრივი აზრის მართვა კომერციული და იდეოლოგიური მიზნებისთვის. ბერნეისის მოდელს დაემატა ნაცისტური გერმანიის მანიპულაციური მანქანა, გებელსის სისტემური პროპაგანდა. მასობრივი კონტროლი გარდაიქმნა მეცნიერებად. 1950-იანი წლებიდან დაიწყო სპეცოპერაციათა მშვიდობიანი ფაზა. CIA-მ განახორციელა პროექტი MK Ultra, ფსიქოლოგიური და ქიმიური ზემოქმედება ადამიანებზე, რომლის ფარგლებში CIA კოლუმბიის უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში ატარებდა ექსპერიმენტებს ფსიქოტროპული ნივთიერებით LSD-ით. ხშირად პაციენტების თანხმობის გარეშე, გონების კონტროლისა და შესაძლებლობების გამოსაკვლევად. მაყურებელი მიჩვეული იყო ერთ კადრს, ერთ სათქმელს, ერთ მტერს. კინო და მედია იქცა იდეოლოგიური იარაღად. 1960-იან წლებში კი CIA-მ წამოიწყო პროექტი Mockingbird, რომლის მიზანი იყო ჟურნალისტების რეკრუტირება, მედია საშუალებების გავლენის ქსელში ჩართვა და ინფორმაციის კონტროლის გლობალურად გავრცელება. პროექტ Mockingbird-ის ფარგლებში CIA-მ განამტკიცა გავლენა ისეთ ცნობილი ამერიკული მედია პლატფორმების რედაქციებზე, როგორებიცაა New York Times-ი, Time-ი და CBS-ი, სადაც თანამშრომლობდნენ ათეულობით ჟურნალისტთან, ზოგჯერ ისე, რომ საზოგადოება ამას ვერც კი ამჩნევდა. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ყოველივე ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები დღემდე იძებნება. თავარი კი ისაა, რომ ამ პრეცედენტმა საფუძველი ჩაუყარა საინფორმაციო ეპოქის ჩრდილოვან წესრიგს. 1980-იანებიდან დასავლეთში ჩამოყალიბდა კომუნიკაციის ახალი წესრიგი. პირველი იყო სატელიტური ტელევიზიები, შემდეგ ინტერნეტი და სოციალური მედია. 80-იანებში CNN-ის შექმნა იყო გარდამტეხი მოვლენა საინფორმაციო მედია საშუალების გავლენის ფარულ ბერკეტად გადაქცევის პროცესში. 24 საათიანი სატელიტური მაუწყებლობა გახდა ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი, რაც საშუალებას აძლევდა მედიას საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გავლენა მოეხდინა რეალური მოვლენების ფილტრაციით და გადახარისხებით. მოგვიანებით Facebook-ის ალგორითმების მეშვეობით სოციალური მედია იქცა ინფორმაციის მენეჯმენტის ახალი იარაღად. მომხმარებელს აჩვენებდნენ მხოლოდ მის მენტალურ ბუშთან შესაბამის შინაარსს, რითაც თავისუფალი არჩევანი შეზღუდული რეალობით ჩანაცვლდა. 2018 წელს Facebook-ის სკანდალმა გამოავლინა, რომ მისი მეშვეობით მილიონობით მომხმარებლის მონაცემები იქნა გამოყენებული ფსიქოლოგიური პროფილების შესაქმნელად და მათზე მიზანმიმართული პოლიტიკური რეკლამების გასავრცელებლად. ამ პროცესში პირადად მარკ ცუკერბერგიც კი დაიკითხა და აშშ-ის კონგრესმა მას დააკისრა 5 მილიარდი დოლარის ჯარიმა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმა ტექნოლოგიური კომპანიის ისტორიაში. თავისუფლების, უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის სახელით ადამიანი რეალურად მოექცა სულ უფრო დახვეწილი კონტროლის სისტემაში. დღეს მსოფლიო ინფორმაციულ ბუშტებშია და ფსიქოლოგიური ომები უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. მაგალითისათვის, COVID პანდემია იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფსიქოპროექტი. შიში, დაბნეულობა, ჩაკეტვა, შემდეგ კი ერთი უნივერსალური გამოსავალი, ვაქცინაცია როგორც მორალური ვალდებულება. მედია გადაიქცა ღრმა სახელმწიფოს პრესსამსახურად. ალგორითმები ქმნიან ჩვენს რეალობას. სოციალური მედიის გიგანტები ადგენენ დღის წესრიგს, ხოლო ციფრული ჩრდილოვანი სახელმწიფო აწარმოებს იდეოლოგიურ ომს. ციფრული კონტროლი უკვე გასცდა დასავლეთს.
ის დღითი დღე იკიდებს ფეხს განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ საზოგადოებაში ბოლო 10 წელში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ორი პარალელური რეალობა. ერთი, რომელსაც გვაწვდიან მართული ტელევიზიები და სასურველი ექსპერტები და მეორე, რაც რეალურად ხდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ მუშაობს NGO სექტორის, მედიის, ბლოგერებისა და ციფრული აქტივისტების ჰიბრიდული ქსელი. ეს ქსელი ხშირად არ ემორჩილება არანაირ მორალს და ის დაფინანსებულია უცხოეთიდან და მიმართულია ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. მაგალითად, საქართველოში მრავლად არის შემთხვევები, როცა უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოები ერთდროულად აწვდიან იდენტურ მესიჯებს როგორც მედიას, ისე სოციალურ ქსელებს, ბლოგერების, იუთუბერებისა და მემების საშუალებით. 2024 წელს საზოგადოებრივი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად მმართველმა გუნდმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გავჭირვალობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს უცხოური ფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს და მათ შორის მედია პლატფორმებს, არასამთავრობოებსა და აქტივისტურ სტრუქტურებს გამოავლინონ თავიანთი დაფინანსების წყაროები. ეს კანონი პირდაპირ ებრძვის სწორედ იმ ჰიბრიდულ გავლენას, რომელიც საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმებით მენტალურ სივრცეს აკონტროლებს. უცხოური ძალების მიერ წახალისებული ფსევდომედია და აქტივისტური სტრუქტურები წლების განმავლობაში ქმნიდნენ ალტერნატიულ სიუჟეტებს, რომლებიც აცდენილნი იყვნენ საზოგადოებრივ რეალობას და ცდილობდნენ ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ამ კანონის მიღება გახდა პოლიტიკური აქტი წინააღმდეგობისა. ბრძოლა იმ გლობალური ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ქართული საზოგადოების ცნობიერების ფორმატირებას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მენტალური ზემოქმედება ახალგაზრდებზე. კერძო განათლების დაწესებულებებში, სოციალურ მედიაში და კულტურულ პლატფორმებზე ტარდება კამპანიები, რომლებიც ცდილობენ ეროვნული, ტრადიციული და მართლმადიდებლური ფასეულობების ჩამოშლას. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პროგრესის სახელით, როგორ ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ოჯახს, სარწმუნოებას. ეს არ არის უბრალო კულტურული უთანხმოება, ეს არის იდეების ომი, სადაც იდენტობა წარმოადგენს მთავარ სამიზნეს. ამ ბრძოლაში კი მთავარია ცნობიერების სიძლიერე. Deep State და მისი სტრუქტურები მართავენ არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ ჩვენს აზროვნებასაც. მიგრაციის კრიზისები, კლიმატური პანიკა, სიყვარულისა და თანასწორობის მოძრაობები. ყველაფერი, რაც გვეჩვენება მრავალფეროვნად, სინამდვილეში ერთი ცენტრიდან მოდის და ერთი მიზანი აქვს. ეს არის გონებრივი კონტროლი, სუვერენული არჩევანის გაუქმება და ერთიანი მსოფლიო ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვლინდება საინფორმაციო манипуляცია, როგორ ქმნის ემოციებზე დაფუძნებულ სიუჟეტებს, როგორ იწვრთნება ფაქტ-ჩეკერები და როგორ მუშაობს ინტერნეტში დაფარული ცენზურა. მაგალითად, 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის Homeland Security-მ შექმნა ეგრეთ წოდებული დეზინფორმაციის მმართველი საბჭო. ინიციატივა, რომელიც კრიტიკოსების შეფასებით ჯორჯ ორველის აზრთა პოლიციასაც წააგავდა. პროექტი მალევე დაიხურა, მაგრამ მისი იდეა ცხადად აჩვენებს ცენზურის ინსტიტუციონალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. დღეს ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ ტერიტორიებზე ან რესურსებზე, არამედ ცნობიერებაზეც. ინფორმაციული ომი არის ყველაზე სახიფათო და შეუმჩნეველი საფრთხე, რომელსაც შეუძლია ადამიანებს გადააქციოს მონებად ისე, რომ მათ თავისუფლება ეგონოთ. ამიტომაც ჩვენი პასუხი უნდა იყოს მყარი და ნათელი. განათლება, კრიტიკული აზროვნება და სულიერი სიმტკიცე. მომდევნო ეპიზოდში ჩვენ ჩავხედავთ იმ ჩრდილოვან სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს გლობალურ ეკონომიკას. ფედერალური რეზერვი, მსოფლიო ბანკი, ბანკების ბანკი. როგორ გამოიყენება ფინანსური სისტემა ხალხის დამორჩილების იარაღად და რა ხდება მაშინ, როცა სახელმწიფო თავის ვალებზე კარგავს კონტროლს. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. მე ვარ ვიტო ონიანი და ეს არის ჩრდილოვანი წესრიგი.